თვითონ აი მითს რო დაუბრუნდეთ ხო აი შენი აზრით მაგ ფორმაში რატო აღწერდნენ სამყაროს ადრე ან მაგენით რატო აღწერდნენ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ არის ყველაზე დიდი დაცულობის მექანიზმი სულ ამას ლექციას ვეწყებ მაგის ახსნით რომ აი ზღაპარია, გამონაგონია, ფიქცია, რაღაც ეს ფანტასტიკური პერსონაჟები, ესენი არ არსებობენ. ეს არის იმუნიტეტი მითის, უდიდესი ცოდნა, რომელიც კაცობრიობას მიეცა, შეფუთულია, შენიღბულია, აი ამ ვიზუალებით, ნაივური სურათხატებით. თუ არ იშრომებ, თუ ენერგიას არ ჩადებ, თუ ტრანსცენდენციაში არ გახვალ, შენ არ გაგეხსნება იმ კონკრეტული მანიფესტაციის მიღმა რაცოდნა. და მითში არის ყველაფერი მოცემული, მაგრამ ჩახურული ზუსტად აი ამ სურათხატებში. და სკეპტიკური ადამიანს იმთავითვე ეხურება კარი, რომ არც იყურება ამისკენ. ხოლოდ ღრმა სულიერებაში მყოფი ადამიანი დასვამს უფრო მეტ კითხვას მითების მიმართ, ხო? აი ესე კი ეს რაღაც ურჩხულია, ეს კენტავრია, ეს რაღაც ღვთაება კონკრეტულად და მერე გაენდობა ანუ შემოგასწრაფა. მითი გაგენდობა მერე როცა შენ უკვე დაიჯერებ მის საკრალურობას. იცი რა არის მითი ნარატივი არ არის პირდაპირ ნიშნულობითი, მითი არის მსოფლმხედველობა და კაცობრიობას ჰქონდა პირველად მსოფლმხედველობა, მხოლოდ მითოლოგიური მსოფლმხედველობა. ანუ რაიმე სხვა ფორმით არ იყო მოწოდებული. და ძალიან მიყვარს ეს კულტურის ანთროპოლოგი იყო ფრანგი ლევი ბრიული, ძალიან ისეთი დაუფასებელი. მისი პარტიციპაციის კანონი და აი ეს რაც იცის ტრანსცენდენტულმა მედიტაციამ ერთიანი ცნობიერებაში გადასვლა ბოლო საფეხური. ეს არის ზუსტად მითოსური ცნობიერება. და ეს ტერმინი არ უხსენებია ერთიანი ცნობიერება ლევი ბრიულს, მაგრამ ლევი ბრიულმა მეცნიერებაში შემოიტანა ტერმინი პარტიციპაციის კანონი. რას ნიშნავს? ეს ანუ participation აქედან მოდის, ეს ნიშნავს ყველაფრის თანაზიარებას, თანამონაწილეობას და იმ მითოსურ მსოფლმხედველობაში არქაული ადამიანისთვის მე ვარ შენ. მზე არის იქ რაღაც ირემი, მთვარე არის ხარისრქა, მაგრამ მეტაფორა კი არ არის. სრული იდენტიფიცირება ხდება. იგივე გამრავლებაში იყო ეს სისტემა, თქვათ ქალი რო ფეხმძიმდება, ხო? კი ყავს კონკრეტულად იმას ქმარი მეუღლე, მაგრამ ის მაინც ნაყოფი მისი არ არის. რაღაცა სამყაროს საერთო სულის ნაწილია. და ხდებოდა ესეთი პარტიციპალური დიდი გლობალური ქსელი, რაც დღეს სამყაროში არის მატერიალურად დიდი გლობალური ქსელი, ხო, რაც უკავშირდებით ყველას და ყველაფერს. მარტო იმას ხო არა, ადამიანები ტელეფონით მარტო ხო, სულიერ სამყაროს აი რაღაც სხვა ობიექტებსაც კი უკავშირდებით, ხო, მითი ტექნოლოგიებით. ეს ამას აკეთებდნენ, ბუნებრივად აკეთებდნენ არქაული ადამიანები. კი, თუმცა შიდა და გარე უკვე იქ ისე მოშლილია. კი და ეს რო დააკვირდა, ეს რო შეისწავლა ლევი ბრიულმა, დაარქვა პარტიციპაციის კანონი. ნუ მე ლოგიკური აზროვნება უწოდა კიდევ ამას და მე მეცნიერები დაეტაკნენ და უკან წააღებინეს ეს ყველაფერი და რაღაც ეტაპზე უკან წაიღო თავისი სიტყვებიც, მაგრამ დარჩა მის ფუნდამენტურ ნაშრომებში.